საღამო მშვიდობისა, ეს არის ქრონიკა 5 საათზე. ახალ ამბებს თამარ გედევანიშვილი გაგაცნობ. ფესტივალი თბილისის ღია ცის ქვეშ თბილისი Open Air-ის საზეიმოდ დღეს გაიხსნება. საერთაშორისო ფესტივალი საქართველოში უკვე მესამე ტარდება და მან დიდი ინტერესი მსოფლიოს მუსიკალურ წრეებში უკვე გამოიწვია. ღონისძიების მხარდამჭერებს შორის სტუდია Bravo Records-ი, თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც არიან. ორდღიან ფესტივალში მონაწილეობას ათობით ცნობილი და დებიუტანტი ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მიიღებს. როგორი იქნება წლევანდელი თბილისი Open Air-ი, ამაზე პირდაპირ ეთერში ქრონიკის კორესპონდენტი ლევან ჩხაიძე ისაუბრებს. ლევან, რა სიახლეები ექნება ფესტივალს წელს? თბილისი Open Air 2011 რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ძალიან ბევრი სურპრიზი ელით მომდევნო 2 დღის განმავლობაში ნებისმიერი მიმდინარეობის მუსიკის მოყვარულებს. რაც შეეხება ფესტივალის სლოგანს, ეს არის მუსიკა ათავისუფლებს და ორგანიზატორების განცხადებით სწორედ ამიტომ ფესტივალი ტარდება ღია ცის ქვეშ. წელს წარმოდგენილი არის 20 ჯგუფი, მათ შორის საფრანგეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ასევე ჰოლანდიიდან ძალიან ბევრი მომღერალი არის ჩამოსული, რომლებსაც ჯერ კიდევ არ იცნობს მსმენელი, მაგრამ ისინი აუცილებლად გახდებიან ამ ადამიანებისთვის საყვარელი მუსიკოსები, ამბობენ ორგანიზატორები. ჯგუფები არიან, რა თქმა უნდა, საქართველოსდან და ასევე ჩვენი ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოებიდან. ორგანიზატორების განცხადებით, თბილისი Open Air 2011 ბევრ სურპრიზს პირდება მუსიკის მოყვარულებს. აქ არის მოწყობილი მინი ქალაქი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ რომ დაწნენ სხვადასხვა გაერთონ უბრალოდ სხვადასხვა საშუალებებით და ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა, მიუხედავად იმისა, რომ წვიმა არის, ორგანიზატორები ძალიან სასიამოვნო განწყობას ქმნიან და სასიამოვნო ატმოსფერო არის აქ ახალგაზრდებისთვის და არა მარტო მათთვის. საქართველოში არ არის ესეთ ფესტივალები განმეორებული. არც თუ ისე ხშირად ტარდება და რა თქმა უნდა ყველა ბენდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ფესტივალზე გამოსვლა, თუნდაც თვით რეალიზებისთვის და სახელის მომენტისთვის და PR-ისთვის, რა თქმა უნდა. თავარი არის ის აი ეს მუსიკალური კულტურა, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, დაწყებული საფესტივალო ქალაქიდან დამთავრებული ყველაფერი მით აქ რაც ხდებოდა 2009-ში და რაც მოხდება დღეს და ხვალ. ამიტომ ეს არის ამ ფესტივალის თვითონ სლოგანი არის მუსიკა ათავისუფლებს. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება უბრალოდ გათავისუფლდეს, მოეშვა და მიიღოს სიამოვნება იმისგან, რაც შენს გარშემო ხდება. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უერთდება ამ ღონისძიებას, ამ ფესტივალს და ამით იმის თქვა უნდა, რომ ღიაცის ქვეშ შეიძლება სპორტით დაკავდეს ადამიანი და შეიძლება ყველა დაკავდეს შეუძლებლად ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით. ლევანდელი ფესტივალის ორგანიზატორები არიან კულტურისა და სპორტის სამინისტროები, ასევე ქალაქ თბილისის მერია და Alter Vision ჯგუფი. მათი განცხადებით, ამ ფესტივალის მთავარი მიზანია, რომ ნიჭიერ შემსრულებლებს მიეცეთ პოპულარიზაციის საშუალება. იპოდრომიდან, სადაც სულ ცოტა ხანში თბილისის მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება, ლევან ჩხაიძე საუბრობდა.